არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ. ამის შესახებ ბერი გაბრიელი სოციალურ ქსელში წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ წინამძღვრების კრება გაიმართა, სადაც ბერ გაბრიელსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბერი გაბრიელი მიტროპოლიტს და ეკლესიის წინამძღვრებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებას უარყოფს რუსთავის მიტროპოლიტი. მეუფე იოანე ჩვენს ობიექტივთან საუბრისას უარყოფს როგორც ლოცვების აკრძალვის ფაქტს, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას. მეუფის განცხადებით, ბერი გაბრიელი კრებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასულიერო პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებოდა. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გაჟღერებულ ბრალდებებს, რუსთავის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ბერ სიმართლის დასამტკიცებლად საპატრიარქოსთვის ან სასამართლოსთვის უნდა მიემართა და დადებული ფიცი დაეცვა. ბერი გაბრიელი რუსთავში 8 თვე მსახურობდა, მას რუსთავის ეპარქია 27 მარტს დაატოვებინეს. არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ. მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის კითხულობდი ამ ლოცვებს, რომ უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი ყავს, რომ აღსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან, რომ სასულიერო პირთა ნაწილმა ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა და ბევრი სხვა რამ. არავის სჭირდება სიმართლე. სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების სჭირდებათ. მე სანამ უფალი წამიყვანს ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი და ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარი ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს. მე ერთი რჩევა, ეს არასწორი გზა დაანებია მას თავი და სხვანაირად იღალწე. მან გააფორმა სხვანაირად, რომ მე აუგზალე. ადამიანი თავისუფალი მას ვერ აუგზავნა, მაგრამ მან აირჩია გზაბერობის, მაშინ ბერული კანონი დაიცა. შემოვიდა აი კრებაზე ესე უხეშად, აი ფეხით რო კრავ კარს და ესე გააღებ, მოვედი რა გინდა, ცოტა ხანი დაგველოდე მეთქი. რატო დაგველოდოთო, მე მოვედიო და არ ვცალია ხო თქვენთვის. მე ვეცადე რომ ჩამგერწყინ, რომ აი ამ პროვოკაციაზე ვინმეს უნებლად ხელი არ დაეთყა მისის ან უხეში მოქცევა ყოფილიყო. და რო გადიოდა უკან იხევდა ესე და იქ არის პატარა ზღურბლი არის, როგორც ჩანს ხურსი წამოკრა იმას, ისედაც ვერ იდგა ფეხზე კარგად და ჩაიბუქდა თუ წაიქცა